Arman Tsarukyan ჩამოიტანს საქართველოში UFC-ს გამარს მოგების შემთხვევაში. უკვე 19 იანვარს ჩატარდება UFC 311, სადაც თავარ ბრძოლაში Arman Tsarukyan შეხვდება ისლამ მახაჩევს. რაუნდიან ბრძოლაში Arman Tsarukyanს აქვს შანსი რომ მოუგოს სატიტულო ბრძოლაში ისლამ მახაჩევს. სტატისტიკა არის ესეთი რომ ისლამ მახაჩევს აქვს ძალიან კარგი შედეგები რევანშებში. ვიღოთ მაგალითი ვოლკანოვსკი პირველი ბრძოლა იყო თითქმის თანაბარი, მაგრამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და უკვე მეორე ბრძოლაში დაანოკაუტა პირველ წუთზე ხაიკიკით. გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის გუნდის დამსახურება, სწორი სტრატეგიის შექმნა, რასაც ასევე ექნება ადგილი ბრძოლასთან, რომელიც ჩატარდება არმანის წინააღმდეგ. პირველი ბრძოლა არმანის და ისლამ მახაჩევის ჩატარდა თითქმის 5 წლის წინ, თქო მოკლე ვადის მომზადებით, მაგრამ არმანი დათანხმდა. მაშინ იყო 21 წლის და იმის შემდეგ ჩაატარა 6 ბრძოლა. ბოლო ორ ბრძოლაში არმანმა დაანოკაუტა ბენილ დარიუში მუხლის დარტყმით და შემდეგ კარგი სერიით ხელით და მოუგო საჯების გადაწყვეტილებით ჩარლზ ოლივერასთან. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სხვა მებრძოლეების აზრს ამ შერკინებაზე, ძირითადად იყოფა სტატისტიკურად 60% აძლევს ისლამ მახაჩევს, 40% აძლევს Arman Tsarukyanს. Arman Tsarukyanს აძლევენ, რადგანაც დააგროვა საკმაოდ დიდი გამოცდილება, არის ძალიან მოტივირებული, აქვს კარგი რესლინგის ბაზა, შეუძლია არა მარტო დაიცვას თავი ისლამის შესვლებიდან, არამედ თვითონ გააკეთოს შესვლები და სადაც გადაყვანა. აქვს კარგი კრივი, ძალიან ზუსტი არის ფეხების დარტყმით და დარტყმაში და აქვს კარგი ფუნქციონალი. არის ძალიან მოტივირებული. პირველად ისტორიაში სომხეთის წარმოშვების მებრძოლს აქვს შანსი რომ გახდეს UFC-ს ჩემპიონი. მაგრამ ასევე მინდა საინტერესო ფაქტი გითხრათ, რომ არმანი დაიბადა საქართველოში და შეპირდა ქართველებს, რომ პირველი ქვეყანა, რომელშიც ჩაიტანს გამარს, გამარჯვების შემთხვევაში იქნება საქართველო. ისლამის უპირატესობა ამ ბრძოლაში გამოიხატება 5 პუნქტში, მე ესე დავყავი. პირველი პუნქტი ეს არის პირველ რიგში დიდი გამოცდილება და ასევე გამოცდილება რევანშებში, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მეორე ეს არის მაღალი დონის რესლინგის ბაზა, შეუძლია მახრჩობელების გაკეთება, შეუძლია აკონტროლოს ზემოდან, აქვს უმაღლესი გრეპლინგის ტექნიკა, დაასაბმიშნა ოლივერა, დაასაბმიშნა პორიე ბოლო წუთებზე. ამიტომ სახიფათო არის, გამოცდილი არის. რაც შეეხება სტრაიკინგს, გავიღოთ კრივი და ფეხების დარტყმა, ვულკანოვსკისთან დაამტკიცა, რომ არის სახიფათო სტრაიკინგშიც, ხაიკიკით თავში დაანოკაუტა პირველ წუთზე. აქვს დაამტკიცა პორიესთან ბრძოლაში, რომ შეუძლია იჩხუბოს და აჩვენოს კარგი კრივის ტექნიკა. ასევე რომ ავიღოთ მეოთხე პუნქტი, ეს არის ფიზიკური ძალა. ისლამს აქვს ჩემი აზრით ბევრად დიდი ფიზიკური ძალა, ვიდრე Arman Tsarukyanს. ეს ფიზიკური ძალა კარგად გამოიხატა, როდესაც აბსოლუტურად არატექნიკურად გაიარა გარდი ჩარლზ ოლივერასთან და არატექნიკურად, აი როგორც გრეპლერი გეუბნებით, გააკეთა მახრჩობელა და დაახრჩო. ტექნიკურად არ იყო შესრულებული ის მახრჩობელა კარგად, მაგრამ იმდენად ფიზიკურად ძლიერი არის და იმდენად დატანჯა ოლივერა, რომ დაჟე არატექნიკურად შესრულებული გააკეთა ბოლომდე და მოიგო ეს ბრძოლა. რაც შეეხება მეხუთე ასპექტს, ეს არის мотивация. ისლამ მახაჩევს აქვს ამბიცია რომ გადავიდეს ზემოთ უფრო მძიმე წონაში და შეხვდეს ჯებულს წყვილში შავკატ რახმონოვი და ბელალ მუხამედი. გამოცდილება, საჭირო ფიზიკა, საჭირო ტექნიკა რესლინგის და სტრაიკინგის ამისთვის აქვს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოტივირებული არის და აქვს ძალიან დიდი ბარგი იმ გამოცდილების, იმ ტექნიკური მარაგი გამძლეობის, ფიზიკის, რომ ალბათ ერთ წონაზე ზემოთაც გახდეს ჩემპიონი და ორ წონაზეც ზემოთ გახდეს ჩემპიონი. შესაძლებელი არის, რეალურად არის გამომდინარე ჩემი საუბრებისა სპარინგ პარტნიორებთან, ვისთანაც მუშაობს ისლამ მახაჩევი. ყველა ასპექტში არის საუკეთესო და ამას ამტკიცებს ის, რომ მეორე ადგილზე არის რეიტინგში pound for pound, პირველ ადგილზე რჩება ჯონ ჯონსი. როგორ ვხედავ მე და რა შანსი შეიძლება ქონდეს Arman Tsarukyanს და რა უნდა გააკეთოს ამ ბრძოლაში, რომ შეძლოს მოგება. მე უვალეშიკებ Arman Tsarukyanს
მიზეზი გითხარით, საქართველოში ჩამოიტანს საჩემპიონო კამარს და დაიბადა საქართველოში, ამიტომ ვალიშიკობ თავისთავად არმანს. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ისლამს აქვს ერთი დამარცხება და ეს დამარცხება მოხდა ნოკაუტით. პანჩერის შანსი სულ რჩება არმანს, აქვს კარგი დარტყმა ხელით, კარგი დარტყმა ფეხით. უნდა ნიველირებდეს, ანუ იმ სხვაობას ფიზიკურ ძალაში, რომელშიც უპირატესობა აქვს არმანს, რომელშიც უპირატესობა აქვს ისლამს, არმანი უნდა შეძლოს და შეთავაზოს სიჩქარეც. ბევრად უფრო ჩქარია ჩემი აზრით არმანი, არ უნდა გაუჩერდეს, უნდა შეთავაზოს მაღალი ტემპი, უნდა შეთავაზოს აბსოლუტურად უნივერსალური ბრძოლა, ანუ არც მარტო ჭიდავი, არც მარტო სტრაიკინგი, უნდა იყოს უნივერსალური დარტყმები, შესრულები, ხელით დარტყმა, ფეხით დარტყმა და ამის ხარჯზე შექმნას მაღალი ტემპის ბრძოლა, სადაც არაკომფორტულად შეიძლება იგრძნოს ისლამმა თავი. ისლამს მოწონს უფრო დაბალი ტემპი, უფრო არის გადართული კლინჩზე, კლინჩი სხვათა შორის ძალიან მაგრად ურტყამს მუხლებს და კარგად მუშაობს. მიაკ ოქტაგონის ცენტრი და აიძულებს მოწინააღმდეგეს, რომ გააკეთოს ნაბიჯი უკან, ცდილობს რომ მიიყვანოს კედელთან, სეტკასთან, სადაც ემუშავება უკვე ერთჯერადი მძიმე დარტყმებით, გადაყავს ძირს და შემდეგ ანახჩობს, ან უკვე დარტყმების სერიით ასრულებს ბრძოლას. ეს არის ის, რასაც აკეთებს ისლამი. ძალიან საინტერესო იყო ბრძოლა პორიესთან, როდესაც თითქმის თანაბარი ბრძოლა იყო. პორიეც ამბობდა, რომ მაქსიმუმი ჩადო ამ ბრძოლაში და რამდენი მცდელობა გააკეთა ისლამმა ყველასთვის გასაკვირი რაც იყო, პორიემ თავი დაიცვა. მაგრამ რამდენად დიდი არსენალი აქვს ტექნიკური ჭიდაობის ისლამს. აი ნახეთ აუცილებლად ბრძოლა თუ როგორ გადაიყვანა. აი ხუსლზე მოკიდა ხელი და ძალიან არასტანდარტული ტექნიკით გააკეთა გადაყვანა. რის შემდეგაც დაახჩო. ორივე ფუნქციონალკა ქონდა საკმარისად კარგი, მაგრამ აი ეს მარაგი ძალის, მარაგი ტექნიკის, რომელიც გააჩნია ისლამს, არის ძალიან დიდი და ჩემი აზრით ისლამ შეუძლია 10 რაუნდით ჩაატაროს, ისე რომ ორივეში ახალ მებრძოლს შეხვდეს და გაიმარჯვოს. ეს უკვე არის საუბარი სწორ მონაცემებზე გამოცდილება გაზაზე მომზადების, რომელსაც გადის ხაბიბის გუნდში. მუშაობენ ძალიან ინტენსიურად, მუშაობენ 15-20 და მეტი რაუნდი. რაც შეეხება სტრაიკინგის ტექნიკას, მომზადებას გადიან კლუბ აკაში, სადაც ყავთ მაღალი დონის სტრაიკერები და მწვრთნელები. შეეხება ჩვენ ბრძოლას. უნდა იყოს არმანი მაქსიმალურად სწრაფი, უნდა მუშაობდეს კომბინაციებით, უნდა აკეთებდეს გადასვლის მცდელობებს, უნდა აკეთებდეს ფეხით, ან უნდა იყოს უნივერსალური MMA-ის მებრძოლი. როგორიც არის, არმანს აქვს ძალიან კარგი კარიერა მოყვარულებში, პანკრატიონში, MMA-ში, მოყვარულთა MMA-ში. ასევე აქვს კარგი ბაზა თავისუფალი ჭიდაობის, რაც შანსს აძლევს, რომ გაუჩნდეს ის მომენტი, როდესაც შეძლებს რომ დაანოკაუტოს, გაუჩნდეს ის მომენტი, როდესაც შეძლებს რომ მცირე უპირატესობით, მაგრამ მოუგოს იმის ხარჯზე, რომ აიყვანს თავის მაღალ ტემპში, არის უფრო სწრაფი, როგორც აღნიშნე და გააჩნიას საკმარისად ის ბარგი ცოდნის თავისუფალ ჭიდაობაში, რომ თავი დაიცვას შესრულებისგან და ტექნიკური ასპექტი, რომ თავი დაიცვას დარტყმებისგან. ეხლა კი გათამაშება დაწერეთ მაქსიმალურად დეტალურად თუ როგორ დასრულდება ბრძოლა არმან ცაროკიან ისლამ მახაჩევი, მოიგებთ ჩემგან ასლას. როგორ უნდა გამოიყურებოდეს პროგნოზი, მაგალითი. პირველი რაუნდი იგებს ისლამ მახაჩევი, დაუშვათ 10-9, იგებს იმის ხარჯზე, რომ მუშაობენ დგომში და უფრო მეტ დარტყმებს, ზუსტ დარტყმებს აკეთებს, ანუ მაქსიმალურად ზუსტად. მეორე რაუნდს იგებს დაუშვათ ასევე ისლამი, იმის ხარჯზე რომ გააკეთა გადაყვანა, აკეთებს ხშირად გადაყვანებს, მესამე რაუნდს იგებს არმანი, იმის ხარჯზე რომ აი დაუშვათ მოახვედრა და მოხდა ნოკდაუნი. აი ესე შემდეგ, რადგანაც გამარჯვებულები შეიძლება იყოს 2 და 3, რომელიც მიცემს ერთნაირ პროგნოზს, მაგრამ მე ავირჩევ იმას, ვისაც ქონდა უფრო დეტალური პროგნოზი ამ ბრძოლის. ეს იყო Iron News-ი, MMA News-ი. თუ თქვენ გინდათ რომ ბოლო ეს იყო Iron MMA News-ი, თუ თქვენ გინდა რომ პირველებმა გაიგოთ ყველაზე საინტერესო ინფორმაცია MMA სამყაროდან, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი.